მობილურით მეუყვაი ქალი. ყური ძირი გიმიცხელდა მე მეგონა ცეცხლის ქარი. ნენეს უთხრა რაღაც უცდი, ჩქარა მომიყვანე ქალი. ბაბამ ასე შემომყვირა, ფიჯი ხარ და ყაზილარი. ცხვივე მოგიხოცია, რა დრო შენი ქალი არის. დავწიწინდი აქეთ-იქით, მიმოვკრიფე თითოლარი. მობილური ვიყიდე და ზარზე მივაყოლეს ზარი. ქალის ხმა რომ გავიგონებ, კითხევინ ხარ? მითხრა, მარი, თუ ისურვებ, მე მზადა ვარ, შენზე დავიწერო ჯვარი. რადგან მოდაში აღარა, მამის სახელი და გვარი. ქართველი ვარ მარტყოფიდან, აისორზე შენაჯვარი. აღარ ვიცოდი რა მექნა, სიხარულმა ამატირა. შუყვარდი და შიმიყვარდა, ვიჭუკჭუკეთ ერთი კვირა. მოლოდინში გავსერსემდი, აღარ ვიყავ კაცი ჭკვაზე. თავის სიზმარში მეგონა, როცა მომაკითხა ზღვაზე. თეთრ ყიაში ჩევე კოჭე ახლოიდან რომ გავიცანი. ასე მითხრა, აღარ მინდა, შენი ბოხჩა დანიშანი. საღამოზე სოფლის რაფით სახლში ევიყვანე ქალი. ნენეს უთხარ შედინახე, ოდაში მყავს დედოფალი. ხრიჭოში რომ შუუჭიჭინა, მარი მესხა უთხრა მხოლოდ. დედამთილო, მოდი ახლოს სიგარეტი გავაბოლოთ. ამ სიტყვებზე გულამღრეულს წარეფუტი მოხდა ცხვირში. კედელზე მიბღატებული ენას ვეღაძრავდა პირში. ჩემი სულის დელში ვიყავ, შეվել ჩამოვკლიტე კარი. ნეტაივი სიცოდვა მქონდა, ქალი შემხტავს გეგამშპარი. მითხრა, ნუ ეფშაკუნები, სიტყვა ადახსდეს ზედმეტი, ჟოლიხიდან ჩამოარი და ქვედამდე მე და რაჯგვეტი. შენი სტანაურ პატიკას სხვაგან ვერ ნახევდი განა, გახევლი თუ არ გინდო და მოკეილი მოგეყვანა. გავჩუნდი და გავსუსულდი, რადგან ჩემი იყო ბრალი, ნენე ბაბას უკითხავად, მობილურით მეუყვაი ქალი. ერთი ახლა